право выноса святого огня. წმინდა ცეცხლის გამოტანის უფლება აქვს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიას და რადგან Так как католическая კათოლიკე ეკლესია თავის საეკლესიო დღესასწაულებზე ღვთისმსახურებას აღასრულებს ახალი სტილის კალენდრით, შესაბამისად კათოლიკე ეკლესიამ წინა კვირას აღდგომას მარტო აღასრულა ცეცხლის გამოტანის რიტუალი. Одна, только они. მომავალ კვირას ანუ 12 აპრილს შემდეგნაირად მოხდება. ამ დღეს სტატუს-კვოს თანახმად ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი Патриарх სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არქიმანდრიტთან ერთად შევა კუუკლიაში. მაგრამ აქვე შევნიშნა, რომ ცეცხლის გამოტანის უფლება აქვს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პატრიარქს, რომელიც არის მთავარეპისკოპოსი და შესაბამისად წმინდა მიწაზე სომხური საპატრიარქოს პატრიარქი. მას აქვს უფლება გადასცეს ცეცხლის გამოტანის უფლება ნებისმიერ ღვთისმსახურს. რამდენიმე წელია ეს უფლება აქვს მამა ბაგრატს, რომელიც გახლავთ სომხური ტაძრის წინამძღვარი ქალაქ იაფაში, ისრაელი. Православный патриарх მართლმადიდებელი პატრიარქი და ჩვენი არქიმანდრიტი ერთდროულად განიმოსავენ შესამოსელს და შედიან იმ ადგილას, საიდანაც მათ გამოაქვთ წმინდა ცეცხლი. ეს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტელევიზიით. როცა შედიხარ ამ ადგილას კუუკლიაში, იქ არის პატარა ადგილი, რომელსაც ეწოდება ანგელოზის წინკარი. თქვენ შეხვდათ ამ ადგილას და ინახავთ შუაში ქვას. სადაც გადმოცემის მიხედვით იზრდა ანგელოზი, რომელმაც ახარა ქალებს, რომ ქრისტე აღდგა მკვეთრით. ამ ქვის მარცხნივ და მარჯვნივ არის ორი პატარა სარკმელი, საიდანაც ბერძენი და სომეხი სასულიერო პირები აძლევენ ცეცხლს თავიანთ მორწმუნეებს, რომელიც მათ გამოაქვთ ქრისტეს საფლავის ტაძრიდან, ანუ იმ ტაძრიდან, სადაც ანთებენ ცეცხლს. იმ ადგილას, სადაც არის ქვა, რომელზეც ესვენა მაცხოვრის სხეული, პირველი შედის ბერძენი პატრიარქი, რადგან ის პატრიარქია და ხარისხით უფრო მაღლა დგას ვიდრე არქიმანდრიტი, მაგრამ უფლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფლება ცეცხლის გამოტანის სომეხი პატრიარქისთვის არავის წაუთმევია, უბრალოდ ასეთია პატრიარქის გადაწყვეტილება. რადგან იქ ადგილი პატარაა, სულ რაღაც მეტრი ნახევარზე. პირველი შედის ბერძენი პატრიარქი. მას მიყვება სომეხი არქიმანდრიტი, ისინი ანთებენ ცეცხლს. პირველი გამოდის სომეხი პატრიარქი, რადგან ის უფრო ახლოს დგას კართან. მას მოხვდება ბერძენი პატრიარქი, როცა ისინი გამოდიან უკან ანგელოზის წინკარში. სომეხი არქიმანდრიტი ცეცხლს აძლევს თავის მორწმუნეებს. ბერძენი პატრიარქი თავის აქვს, ხოლო ამის შემდეგ პირველი გამოდის ბერძენი პატრიარქი და შემდეგ გამოდის სომეხი არქიმანდრიტი. Что происходит до этого процесса? რა ხდება ამ პროცესამდე სტატუს-კვოს თანახმად ამ დროს სომხებს აქვთ ამ ადგილის გარშემო ლიტანიობის უფლება. Святой ход вокруг этого места. სომხები შეადგენენ 2/3 საპროცესიის, 1/3 შეადგენენ სირიელები და კოპტები. მათ აქვთ უფლება მოცემული, რომ ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ წმინდა ადგილის გარშემო ლიტანიობაში, სანამ გამოიტანენ ცეცხლს. Этого святого места до того, как выносят огонь. Когда выносят огонь, გამოაქვთ ცეცხლი, ყველა აძლევს თავიანთ მორწმუნეებს. Я знаю, что ტელევიზიით მაგალითად ჩვენთან საქართველოში მიღებულია მთელი ხმით საუბარი, რომ მხოლოდ ბერძნები იღებენ წმინდა ცეცხლს. ვიტყვი და ამით არანაირ საიდუმლოს არ გავამხელ, რადგან ამის შესახებ იცის ყველა, მათ შორის წმინდა მიწაზე, რომ ტაძრის გასაღები ეკუთვნის სომხებს. თუ სომხები არ გახსნიან ქრისტეს საფლავის ტაძარს, ის არ გაიხსნება. მაგრამ ბუნებრივია ისინი მას აუცილებლად გახსნიან, რადგან ეს არის წმინდათა წმინდა ყველა ქრისტიანისთვის. მე ვამბობ, რომ გასაღები ეკუთვნის სომხებს და უფლება გახსნან კარი ქრისტეს აღდგომის დღეს ეკუთვნის სომეხთა ეკლესიას. ისინი სომეხთა საპატრიარქოდან ქრისტეს საფლავამდე საზეიმო მარშით მიდიან ტაძრამდე. აძლევენ გასაღებს არაბებს, რომლებიც მეთვალყურეობენ მაცხოვრის საფლავს. იღება ტაძარი და უკვე შემდეგ იწყება მთელი ეს პროცესია. სომხები მართლმადიდებლების თანასწორად ყველასთან ერთად თანასწორი უფლებით იღებენ ცეცხლს. с православными получают огонь თავიანთ მორწმუნეებს своим верующим. იღებენ ცეცხლს, რას ნიშნავს? ეს არის სასწაული თუ ეს არ არის სასწაული? В начале нашего интервью я сказал о том, ამ ინტერვიუს დასაწყისში მე ვთქვი, რომ ჩვენი ეკლესიის მამის გრიგორი ტატევაცის გადმოცემით
Есть свидетельство о том, что Григорий Просветитель გრიგორი განმანათლებელი იყო ერთ-ერთი პირველი, შესაძლოა პირველი, რომლის ლოცვის მეშვეობითაც ყველა სანთელი აიტო ტაძარში სასწაულებრივად. были зажжены все свечи чудесным образом. ისტორია ამბობს, რომ სასწაულები, ანუ მოცემულ შემთხვევაში ცეცხლის გარდამოსვლა ხდებოდა ქრისტეს აღდგომის ტაძარში. მე ისიც ვთქვი, რომ წმინდა გრიგოლი თავის ლოცვებში იმასაც ამბობდა, რომ ყოველ დიდ შაბათს ამ დღეს გადმოსულიყო წმინდა ცეცხლი. მე ისიც ვთქვი, რომ წმინდა გრიგოლი თავის ლოცვებში იმასაც ამბობდა, რომ ყოველ დიდ შაბათს ამ დღეს გარდამოსულიყო წმინდა ცეცხლი, რომელიც მიეცემოდათ მორწმუნეებს. მე მინდა აღვნიშნო შემდეგი ის, ვისაც სწამს ამ წმინდა ცეცხლის, სწამთ, ხოლო მათ ვისაც არ სწამთ ამ წმინდა ცეცხლის, არ სწამთ, მაგრამ მე მაქვს უზარმაზარი თხოვნა, ყველამ გაიგოს, რომ ქრისტეს აღდგომა ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. საუბარი იმაზე, გარდმოვიდა ეს ცეცხლი თუ არ გარდმოვიდა და ამაზე დამოკიდებული აღდგომა დადგება თუ არა, არასწორია. დიდი პასექი, დიდი აღდგომა იესო ქრისტესი ყოველთვის იყო და იქნება. იმისგან დამოუკიდებლად არის ცეცხლი თუ ის არ არის. ვისაც ეს აინტერესებს და მივა ადგილობრივ სასულიერო პირებთან, კითხოს ეს როგორ ხდება. ჩვენ გვჯერა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის. Точно могу сказать, что შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ 2004 წლიდან ჩვენი ეპარქიისთვის არაერთხელ მოუმართავთ საქართველოს სხვადასხვა ტელევიზიებს, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენს ეპისკოპოსს დაეწერა წერილი სომეხთა საპატრიარქოსთვის წმინდა მიწაზე, რომ ამ ტელევიზიებს შესძლებოდათ телекомпании, находящихся в храме Святого Гроба წმინდა ცეცხლის მიღების პირდაპირ ტრანსლაცია. Они могли вещать прямую თქვენიცით რომ ტაძარი არის სამად გაყოფილი და ხდებოდა ისე რომ ყოველ ჯერზე როცა ჩვენ თხოვდით სომეხთა საპატრიარქოს წმინდა მიწაზე მიეცათ მათთვის ეს უფლება ჟურნალისტები რომლებიც იდგნენ წმინდა ტაძრის სომხურ ტერიტორიაზე ამბობდნენ რომ სომხური ეკლესია არ მონაწილეობს წმინდა ცეცხლის მიღებაში და რომ სომეხთა ეკლესიას წარწმეული აქვს ეს უფლება. И каждый раз рассказывает ყოველ ჯერზე მოგვითხრობენ ისტორიას, რომ ერთხელ სომხებმა დაკეტეს ტაძრის კარი, რომ იქ არ შეეშვათ მართლმადიდებლები, დიდხანს ლოცულობდნენ და ცეცხლი არ გარდამოვიდა. და რომ მორწმუნე მართლმადიდებლებმა, რომლებიც იდგნენ ტაძრის შესასვლელთან, შემდეგ ილოცეს და ცეცხლმა დაარტყა კოლონას, კოლონაში აიტო ცეცხლი და მათ აქედან მიიღეს ეს ცეცხლი. ყველაზე გასაოცარი და სასაცილო არის ის, რომ ის კოლონა, რომელზეც ყოველ ჯერზე საუბრობენ პირდაპირ ტრანსლაციის დროს, მდებარეობს არასადმე სხვაგან, არამედ ზუსტად რომ ტაძრის სომხურ ნაწილში, ანუ იქ მართლმადიდებლები ვერაფრით ვერ იდგებოდნენ. თუ ეს ვინმეს აინტერესებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მათ უბრალოდ შეუძლიათ წავიდნენ და კითხონ, სად არის ეს კოლონა და ნახონ ტაძრის რომელ ნაწილში მდებარეობს ის. უბრალოდ სურს თქვა, რომ ჩვენ ქრისტიანები, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომელთაც სჯერათ იესო ქრისტეს გამომხსნელობის, წამს რომ იესო ქრისტე აღდგა მკვეთრით და მის საუფლება ყველას, ვინც ცხოვრობდა, იქამდე და ვინც იცხოვრებდა მას შემდეგ, სწამდეს მისი ბრწყინვალე აღდგომის. ის რომ ღვთის კანონის მიხედვით ცხოვრებით შეიძლება გავიმარჯვოთ სიკვდილზე, დავიმკვიდროთ მარადიული ცხოვრება და ვიყოთ ქრისტესთან ერთად, რაც შეეხება ცეცხლს, ცეცხლი ნამდვილად გარდამოდის იქ. სადაც წმინდა გულები და ღვთის მოყვარულები არიან. მაგრამ მე მაინტერესებს ერთი რამ. ყოველ წელს ერთსა და იმავე თარიღზე აგზავნის თუ არა ღმერთი აი ამ სასწაულს, იმიტომ რომ არქიმანდრიტი, რომელიც მე მაგალითად რომლის ინტერვიუც ვთარგმნე წინა პერიოდში, ამბობდა რომ ამ სანთელს, აი ამ ცეცხლს, ანუ ანთებს კანდლიდან, რომელიც იქ ანთია. ანთია თუ არა იქ კანდლები და იღებენ თუ არა. მე მესმის რომ სასწაული შეიძლება მომხდარიყო, ხო? მომხდარიყო სხვადასხვა პერიოდში. მაგრამ არის თუ არა ეს ყოველწლიური გარკვეულ თარიღზე დათქმული, იმიტომ რომ არქიმანდრიტი იერუსალიმის სამეფო სამოციქულო ეკლესიის ამბობს, რომ არა, ჩვენ ვანთებთ ამას კანდლიდან. То, что святой огонь сходил. ის რომ წმინდა ცეცხლი გარდამოსულა, ეს არის რეალური исторический факт, о котором რომელზეც საუბარია ბევრ ადგილას. То, что мы ჩვენ ყოველ წელს შეგვიძლია დაველოდოთ წმინდა გარდამოსვლას, რომელიღაც კალენდარულ დღეს, რომელიღაც წლის, ეს უკვე არ არის სასწაული, ეს დაგეგმილი აქტია. Это запланированный акт. Мы говорим о სასწაულზე, ანუ წმინდა ცეცხლზე. святом огне.
რომელსაც ჩვენ არ ველით ყოველწელს ჩვენ სოფლები იმას არ ველოდებით ყოველწელს როცა ჩვენ შევდივართ კუბლიაში და გამოგვაქვს ცეცხლი ჩვენ ამით არ დღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას ჩვენ უბრალოდ გამოგვაქვს იმ ადგილიდან სადაც ის დასვენებული იყო სინათლე ღვთისმსახურების თქმით იქ არის რამდენიმე კანდელი მე იმ დროს არ ყოფილვარ მაგრამ ვინც ჩავა იქ ნახავს რომ კიდია კანდლები სომეხთა კათოლიკეთა მართლმადიდებლების армянской патриархии католического прихода и греческой патриархии. Откуда, согласно тем, кто там есть, я там в той купеле меня не было, но те, кто были там, говорят, что были чудеса. Бывает, что они просто зажигают и выносят святой огонь для того, чтобы раздать верующим свет Христов, не огонь, мы не огнепоклонники, мы верим в светлость и святость Иисуса Христа.